შუა დღემშვიდობის სამეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს ვისაუბრებ იმ თემაზე, როცა წრფელი გული შეხვდება ეგოს. ამ შემთხვევაში რა ხდება და როგორ უნდა მოვიგერიოთ ის ვითარებები, როგორ უნდა გავუმკლავდეთ იმ ვითარებებს, როდესაც ჩვენ ვართ წრფელი გული და შევხვდებით ადამიანს, რომელიც ეგოცენტრულია. მისი რეაქციები ჩვენს მიმართ და ჩვენ როგორ უნდა მივიღოთ ეს, როგორ გავუმკლავდეთ ამ რეაქციებს. როდესაც ადამიანი გული წრფელით შეხვდება ეგოცენტრულ ადამიანს, რომელიც თავის ილუზიებში ცხოვრობს, რომელიც კომფორტულად არის მორგებული თავის ილუზიებს და ეს ილუზიური შექმნილი სამყარო მას კომფორტში ამყოფებს, აძლევს იმის განცდას, რომ ის არის რეალობაში, ის არის ბედნიერი, ის არის ამა თუ იმ როლს მორგებული ამ დედამიწაზე და როდესაც მოდის ადამიანი მის წინაშე და ეუბნება, რომ მისი შექმნილი ილუზია არის ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ წარმოქმნის ნაყოფი, წარმოდგენის, წარმოსახვის ნაყოფი. რეალურად ჩვენ, როდესაც რეალობას ვხვდებით და რეალურად ვმსჯელობთ, ეგოცენტრულ ადამიანს ეს არ მოსწონს და მას ეწყება აგრესია იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამხელს ამ ადამიანს. მაგალითად, როდესაც ჩვენ ადამიანს ვეუბნებით, რომ შენ მე გულს მტკენ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანის ეგოცენტრული წარმოსახვა იწყებს ჩართვას, აქტიურდება და თავდაცვის მოდუსზე გადადის. ეს თავდაცვა არის სხვადასხვანაირი ხერხებით გამოხატული, ეს არის მაგალითად ერთ-ერთი აგრესია, ერთ-ერთი შური, ერთ-ერთი ბოღმა, ერთ-ერთი იგნორი, ერთ-ერთი და ასე შემდეგ, მრავალია და ცდილობს, რომ დაუმტკიცოს მის წინ დგომ ადამიანს, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი კი არა, არის შენი ბრალი. ამ შემთხვევაში წრფელი გულის მქონე ადამიანი აფიქსირებს ასეთ რამეს. როგორც კი შინაგანი მდგომარეობა გაქვს შენ და დაიჭერ შენ თავს ასეთ შინაგან მდგომარეობაში, რომ შენ სხვას აბრალებ ამა თუ იმ საკითხს, ამა თუ იმ გაღიზიანებას, ამა თუ იმ დანაშაულს, ამა თუ იმ ქმედებას, მაშინ წრფელმა გულმა იცის, რომ ეს არის თავის თავიდან გამომდინარე და არა სხვა ადამიანების მიერ გამომდინარე. როდესაც ეგოცენტრული ადამიანი ამას ასეთი ვითარების წინაშე დგება, ის ვერ აკონტროლებს თავის თავს, ყოველთვის სხვა შეხედავს დანაშაულს და ყოველთვის ეძებს, რომ სხვა დაადანაშაულოს გამოსავალს აი ამაში, რომ სხვა არის დამნაშავე და მე ყველაზე კარგი ვარ, მე კარგი ვარ, მე არაფერი გამიკეთებ ცუდი, მე ყველაფერი სწორად გავაკეთებ, მე ყველაფერში მართალი ვარ, მე მართალი ვარ. თუ კი ხედავ ადამიანს შენს წინაშე განადგურებულს და ის ადამიანი გეუბნება შენ, რომ შენ ხარ დამნაშავე ამ საკითხში, რას იმოქმედებს ადამიანი ასეთ შემთხვევაში? ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანი არის ეგოცენტრულ მდგომარეობაში, რომელსაც სურს, რომ შენ გადმოგაბრალოს მისი თუნდაც ეს დეპრესია, თუნდაც ეს მდგომარეობა, თუნდაც ეს წუხილი, თუნდაც ეს გულის ტკივილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, უამრავი რამ შემიძლია ჩამოვთვალო ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში რას აკეთებს ადამიანი, რომელიც არის გულწრფელი? უმალავს თუ არა ამ ადამიანს იმ რეალობას, რა რეალობის წინაშეც დგას მის წინ დგომი ადამიანი ეგოცენტრული. თუ ეუბნება მას სიმართლეს, რომელიც შეიძლება კვლავ მას სტკენდეს და თავის ეგოს უსუფთავებდეს და ეგოს დასუფთავების შემთხვევაში ყოველთვის მტკივნეულია, თუ უბრალოდ გაეცლება და წავა. ანუ სამი შემთხვევა გვაქვს, ან ამბობს სიმართლეს, მიუხედავად იმისა, რომ მის წინ დგომი ადამიანი
იტანჯება და ტკივილებით სავსეა და შეიძლება კიდევ კვლავ მან ატკინოს მას. იგონებს ტყუილს და ატყუებს, რომ კი მართალი ხარ, თუ უბრალოდ გაეცლება. ამ სამი არჩევნის წინაშე, როდესაც დგება გულწრფელი ადამიანი, რა თქმა უნდა, ამ ერთს გამორიცხავს, რომ ის არ მოატყუებს არავითარ შემთხვევაში, რაც არ უნდა მიწაზე დაცემული ადამიანი ნახოს, რომელიც თავის ეგოცენტრული ილუზიაშია და რომელიც ეუბნება, რომ შენი ბრალია ყველაფერი. მე რო ამ ასეთ მდგომარეობაში ვარ, შენი ბრალია ყველაფერი. როდესაც ამას გულწრფელი ადამიანი იგებს, ის ყოველთვის ეუბნება ამ ადამიანს სიმართლეს და რა თქმა უნდა, ნაკლებად იტყუება, რამე თუ როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთის წინაშე დგას და ერთი განადგურებულია, რა თქმა უნდა, ყოველთვის ორია დამნაშავე და არა ერთი. და თუ კი ეს ადამიანი, რომელიც მის წინაშე დგას და ფიქრობს, რომ მე მართალი ვარ და ის, რომელიც ეგოცენტრულ მდგომარეობაში ჩემს ფეხებთან დევს, ზის, დგას, თუ რა ვიცი, როგორც ვითარება მოიტანს ისეა და გეუბნება, რომ შენი ბრალია, რომ მე ასე ვარ, გულწრფელი ადამიანი ამ ვითარებას თვალებში შეხედავს და დაიწყებს გამოკვლევას, თუ რა არის აქ მართალი და რა არის აქ ილუზიური. ორივე შემთხვევაში, როდესაც ადამიანი იტყუება, იმიტომ რომ მეორე ადამიანს გული არ ატკინოს, ან უბრალოდ ამ ვითარებას გაეცალოს, ცდება. რადგან როგორც უკვე ჩვენი საღვთო წერილი ამას გვამცნობებს, სიტყვა პირველად იყო სიტყვა და სიტყვები კურნავს ყველაფერს. როგორც სიტყვები ანგრევს ყველაფერს, ისე კურნავს სიტყვები ყველაფერს. თუ კი ჩვენ სიტყვიერად არ გავცვლით ერთმანეთში იმ აზრთა მოსაზრებებს, რომლებიც გვაქვს, რომლებიც წარმოქმნილია ამა თუ იმ ვითარებებში, იქნება ეს დედმამიშვილური, ძოლქმრული, სასიყვარულო, მიჯნური თუ ასე შემდეგ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა შემთხვევაში ვერბალი, როგორც ამას ძველი ეგვიპტელები უწოდებდნენ, ჰეკა, რომელიც არის სიტყვის ღმერთი, ჰეკა კურნავს ყველაფერს. ანუ სიტყვა კურნავს ყველაფერს. არსებობს ადამიანთა მოსაზრებები, რომელიც გამიგია მე პირადად, დავბლოკე, დავაიგნორე, იმასთან საუბარი აღარ შემიძლია, მე ვერ ვისაუბრებ, უკაცრავად ხმა გაორდა, ესე იგი, მე ვერ ვისაუბრებ ნიშნავს იმას, რომ მე უნარი არ შემწევს ვიყო ორ ადამიანს შორის, ჩემსა და სხვა პირს შორის. თუ კი ჩვენ ქართულ ენაში ჩავიხედავთ, ეს არის უნიკალური ენა, რომელიც პირდაპირ გვაძლევს ფორმულებს, რა ფორმულით წარმოიშვა და რა განცდა რა ფორმულით წარმოიშვა. მართალია ის ადამიანები, რომლებიც ჯერ გამოღვიძების გზაზე არიან, ახლა ვერ გაიგებენ, რას ნიშნავს ეს ენა და რა ფორმულებს გვაძლევს ენა, მაგრამ უბრალოდ მოისმინონ და როდესაც მათ ეს დრო მოუვათ, რომ გამოფხიზლდებიან, მაშინ გაიგებენ, რასაც ვსაუბრობთ ახლა ჩვენ ლაზარეში გაღვიძებულები. გუშინ მოფრინდა ჩემთან ესეთი სამი განი, რომელიც არის ჩვენი ქართული ანბანიდან მესამე ასობგერა განი მესამე. და მან ინფორმაცია მომიტანა, როგორც ასეთი, რა არის გასაკეთებელი და ამოსახსნელი ამ მოცემულ ვითარებაში.
ამ რთულ მოცემულ ვითარებაში. ჩვენ ვართ ფორმულაში, რომელიც გამოსაკვლევია, რატომ ვერ იხსნება და პასუხი რატომ არ მოდის. ფორმულა, რომელიც პირდაპირ გვიდევს ჩვენს ანბანში, არის 3-3, რომელიც პირდაპირ გვეუბნება და გვეხსნის იმ ინფორმაციას, რომ უნდა გავიმეოროთ. და ეს განმეორება მივყავართ, გვაძლევს ინფორმაციას, რომელსაც მივყავართ ისევ on-თან, ორი on-თან. 2 მზენი არიან, 3 მზენი არიან, ხო? 3 მზენი არიან ვინები? რაე? იონი, რა და მზე. ანუ იონი თავისთავად onს მოიცავს, რა თავისთავად მზეა, რამზე და ჰელიო, რომელშიც არის იო მოთავსებული. ჰე, ელი, ო. ჰე, რომელიც არის შოთა რუსთაველის თანახმად ჰეღმერთი, ჰეღმერთოს მიმართავს ის, როდესაც იწყებს ერთ-ერთ თავის პოემიდან ერთ-ერთ სტრიქონს, ჰეღმერთო ერთო, ჰელიო, რომელშიც ასევე არის ელი და ჰელი და იო. ქართული ანბანი არის უნიკალური და ვისაც ამის აღიარება არ სურს, ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვისაც ამ ენის აღიარება სურს, მაშინ მან გაიგო სიტყვა ამ ენის მნიშვნელობა. ამენ. ჩაწვდი ამენის მნიშვნელობას, რომელ ამენზეა საუბარი. დღეიდან გაიხსნა პორტალი, რომელიც არის ძალიან ძლიერი პორტალი და ადამიანებს, რომლებსაც გახსნილი აქვთ მესამე თვალი, ისინი თავის თავში აღმოაჩენენ ბევრ სიბრძნეს. და ამის ნუ შეგეშინდებათ, თუ კი მოგინდათ განცალკევება, გამოყოფა საზოგადოებისგან და ცალკე განდეგიერად ყოფნა, რამე თუ ეს პორტალი არის შენს თავში მოგზაურობის პორტალი, რომელიც გაწვდის უსხვავ ინფორმაციას. ერთ-ერთმა რჩეულთაგანმა მითხრა, როდესაც მე მას ვესაუბრებოდი, ასეთი სიტყვები. გაგიკვირდება, მაგრამ ვციტირებ. გაგიკვირდება, მაგრამ მე არც წიგნებს ვკითხულობ, არც ფილმებს ვუყურებ. უბრალოდ იმას, რასაც ვსაუბრობ, ყველაფერი ჩემიდან მოდის. ყველაფერს ჩემიდან ვსაუბრობ. ციტატა დასრულებულია. მე ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ გული გამინათდა და ამ ადამიანს შევხედე და უთხარი, ხო, მაგრამ შენ წეღანი. იუნგ კარლი ახსენე და მისი სიტყვებით საუბრობდი. კარლ იუნგი, იუნგ კარლი, მნიშვნელობა არ აქვს სახელს და გვარს როგორ შევცვლით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი თავში ჩასვლის გზა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი თავი რა ინფორმაციებს გვაწვდის და დავივიწყოთ სხვა ადამიანების მიერ ციტირებები. ვიდრე კარლ იუნგი რამეს იტყოდა, მანამდე იესო ქრისტემ უკვე ყველაფერი თქვა და ვიდრე იესო ქრისტე რამეს იტყოდა, მანამდე სხვა ფილოსოფოსებმა იგივე თქვეს, რაც იესო ქრისტემ კვლავ მოგვაწოდა. ეს არ არის სადღაც ვიღაცის ნათქვამი, ეს არის სული წმინდის ნათქვამი, რომელიც არის შენში. სული წმინდა არის შენში,
რამე თუ სულიწმინდა ყველგან არის, უნდა ისწავლო შენ თავში ჩასვლა და მისი მოსმენა, რამე თუ ცოცხალი არის ის. ცოცხალი, ცანი, 20, ცანი, ალი, ხარო, გეუბნება. ცოცხალი თვითონ ამენის მნიშვნელობით არის ცანი, 20, ცანი, ხარ, ალი, გეუბნება. თუ ჩვენ არ მოვუსმენთ ჩვენს შინაგან სულიწმინდის მიერ მოცემულ ინფორმაციებს, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით სხვისი მოსაზრების მსხვერპლი. რამე თუ ყველა ადამიანი არის უფლისმიერ შექმნილი და ყველა ადამიანი არის ღმერთი, ამას ამბობს ქრისტე. შენ ხარ უფლისმიერ ქმნილება, რომელსაც იესო ქრისტემ უწოდა ღმერთი. შენ ხარ ღმერთი, ეძებეს შენში ინფორმაცია და არა სხვაში. განსხვავება იმ მრავალ სიტყვოვან ადამიანებს შორის, რომლებიც ამა თუ იმ წიგნებს კითხულობენ, ამა თუ იმ ფილოსოფოსების აზრებს კითხულობენ და ჩემს შორის არის ერთი. მათ დასჭირდათ წაკითხვა, მე ვიპოვე ჩემს თავში იგივე, რასაც ისინი სხვა ადამიანების მიერ წაკითხულისგან სწავლობენ, მე წავიკითხე ჩემში. დაიმახსოვრე სიტყვები და დააფასე შენი გული, რომელშიც არის სულიწმინდა მოთავსებული და რომელიც გესაუბრება უშუალოდ შენ. ახლა გიგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.